ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნილება რომ მე დამესახილებინა დავხმარებოდი მათ პირადად დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტის ჩადენაში. რა ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების ჩადენილი დანაშაულის ჩადენაში და გარკვეული როლის დამაკისრებდნენ თითქოს დახმარებაში და ამის გამო მე მპირდებოდნენ რომ იქნებოდნენ ჰუმანური მომიჭიდნენ მინიმალურ სასჯელს 2 წლის ვადით მათი თქმით თუ დავეხმარებოდი მათ ამ ყველაფერში და თუ არა მაშინ დამპირდნენ რომ თვითონ მათ აიძულებდნენ რომ ჩემზე მათი თქმით დაედოთ ხელი და მე დავადანაშაულებინე იმ დანაშაულში რომლის ჩადენაში მათ ბრალეულობას მხილებას მე მთხოვდნენ ისა ბატონლაშა ერთი დავაზუსტო მინდა თუ შეიძლება ამ ადამიანებს უკვე ჩადენილი ქონდათ ეს დანაშაული რაზეც თქვენ გთხოვდნენ რომ თვითმხილველად გეღიარებინათ დავი თუ იგეგმებოდა ეს თუ უკვე არსებობდა ეს დანაშაული ჩადენი ეს მე უბრალოდ იმ პირების შესახებ არათუ ინფორმაცია არ მქონდა რამე ნაცნობობაც და აბსოლუტურად წარმოდგენა ვინ იყო ეს პირები უბრალოდ ის აქტი რომელიც განხორციელდა ამის შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია გამომდინარე იქიდან რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა ეს ტერორისტული აქტი სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი პირი ესე მოხდა რაღაც ეს ტერორისტული აქტი რეალობაში იყო მომხდარი გასაგები ეს ვიკითხე ხო ეს მე მაიძულებდნენ ჩემგან მოითხოვდნენ პირები დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები დამედანაშაულებინა ამ ტერორისტული აქტის ჩადენაში როგორ ფიქრობთ რატო შეირჩა თქვენზე თქვენ რატო აგირჩიეს ამისთვის მე ამისთვის ამაზე ჩემი წარმოდგენა მაქვს არ ვიცი რამდენად კომპეტენტურია მაგრამ ჩემი წარმოდგენით და დაკვირვებით და გამომდინარე სამხედრო პროფესიის ქონისა ჩემი მოსაზრებით ეგ იყო ერთ-ერთი და დამოკიდებულება იმ ჟამინდელი რეჟიმის მიმართ რომ არ ვიყავი შემწყნარებლური ჩემი აზრით ეს იყო მოტივი ერთ-ერთი მოტივი იმისა რაც განხორციელდა თქვენ რატო იქნა არჩეული თქვენს მიმართ ეს ყველაფერი განხორციელებული